მოგესალმებით. დღეს ჩვენ ერთად ჩაუყვებით, ასე ვთქვათ, ერთი საკმაოდ მოცულობითი და მართლაც საინტერესო ქართულენოვანი წყაროს სიღრმეებს. დიახ. ეს ტექსტი, ნამდვილი განძია მათთვის, ვისაც აინტერესებს რწმენის საკითხები, ისტორია, ქრისტიანული წერილების, კერძოდ კი პავლე მოციქულის ინტერპრეტაცია. ავტორი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმ კონტრასტზე, რასაც ის ხედავს, ძველი აღთქმის სჯულსა და ახალი აღთქმის მადლს შორის. დიახ, ეს ცენტრალური თემაა. ჩვენი მისია, ამ ვრცელი, ცოტა შეიძლება რთულიც კი მასალიდან, თქვენთვის გამოვკვეთოთ ყველაზე არსებითი და დასაფიქრებელი მომენტები. კი ბატონო, ჩვენ შევეცდებით გავშიფროთ ამ ტექსტის მთავარი ხაზები. როგორია ავტორის ხედვა რწმენის არსზე? ხომ, რა ადგილს უთმობს ის ლოგიკას ღმერთის შეცნობაში? და რა როლი აქვს ბიბლიურ გამოცხადებას. აჰა. და რაც მთავარია, როგორ იყენებს ის ისტორიულ კონტექსტს, განსაკუთრებით რომის იმპერიის რეალიებს პავლე მოციქულის, კერძოდ კი გალატელთა მიმართ ეპისტოლეს, კასაანალიზებლად. ეს მართლა ცენტრალურია ამ მასალაში. კი, ნამდვილად. ვნახოთ, რა იმალება ამ ანალიზის მიღმა. ძალიან კარგი. დავიწყოთ მაშინ ისტორიული ფონით, იმიტომ რომ ტექსტი სწორედ აქედან იღებს სათავეს, ხომ? დიახ. ავტორი პირდაპირ რომის იმპერიის მაგალითს გვიხატავს და საკმაოდ თამამ მოსაზრებას აყალიბებს. იმპერიის დასუსტება მისი აზრით ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ მან თავის დროზე არ მიიღო ქრისტიანობა ისე, როგორც პავლე ხადაგებდა და პირიქით დევნა დაუწყო. მართალია და ავტორი კიდევ უფრო აკონკრეტებს კონსტანტინეს მიერ 313 წელს ქრისტიანობის ლეგალიზება. მისი ინტერპრეტაციით ერთგვარ მაშველ რგოლად იქცა აღმოსავლეთ რომის იმპერიისთვის, ბიზანტიისთვის. აჰა. რამაც მას არსებობის გაგრძელების საშუალება მისცა, მაშინ როცა დასავლეთი მოგეხსენებათ 477 წელს დაეცა. ეს არის წყაროში წარმოდგენილი ისტორიული პერსპექტივა. აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ნახსენები. 1054 წლის დიდი სხიზმა, ხო? ეკლესიის ორად გაყოფა. კი. წყარო ამტკიცებს, რომ ეს არ იყო წმინდა თეოლოგიური დებატების შედეგი, არამედ უპირატესად პოლიტიკური მოვლენა იყო. პირდაპირ ციტატასაც კი იყენებს, რომ არ შეიძლება ქრისტე იყოფოდეს, პოლიტიკური მოსაზრებების ბრალი იყო გაყოფა. ესე იგი, წყარო თეოლოგიურ მიზეზებს თითქმის მთლიანად გვერდზე სწევს აქ. დიახ, ყოველ შემთხვევაში ამ ტექსტში აქცენტი სწორედ პოლიტიკურ ფაქტორებზე კეთდება, თუმცა ამ ისტორიული ექსკურსის მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, მაინც ისაა, რომ დაგვანახოს ის რეალური სოციალური კულტურული გარემო, რომელშიც პავლე მოციქული ცხოვრობდა და წერდა. ავტორი განსაკუთრებით უსვამს ხაზს რომის იმპერიის ყოველდღიურ რეალიებს, მაგალითად მონობის ინსტიტუტს. წარმოიდგინეთ, საუბარია იმპერიაზე, სადაც 120 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 60 მილიონი მონა იყო. წარმოუდგენელი რიცხვია. კი. ტექსტში ისიც კი ანახსენები, რომ ისეთი გიგანტური მოაზროვნეც კი, როგორც პლატონი იყო, შეიძლებოდა მონად გაყიდულიყო. ეს მასშტაბი გვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ იყენებდა პავლე მონობის თემას ასე ხშირად თავის წერილებში. გასაგებია, ესე იგი, ეს არ იყო უბრალოდ რაღაც აბსტრაქტული მაგალითები. არა, რა თქმა უნდა. და იგივე ეხება, როგორც ჩანს, რომაული ოჯახის სტრუქტურას, ხომ? მემკვიდრეობის წესებს, რომლებსაც როგორც წყარო ამბობს, პავლე იყენებდა, რათა თავისი ხშირად რთული თეოლოგიური არგუმენტები უფრო, გასაგები და ხელშესახები გაეხადა იმდროინდელი ადამიანებისთვის. ზუსტად. ამ თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით, იმიტომ რომ ეს წყაროს ანალიზის ქვაკუთხედია ფაქტობრივად. კი, ბატონო. მოდით, ახლა გადავინაცვლოთ საკითხზე, თუ როგორ აფუძნებს ავტორი ღმერთის არსებობის იდეას და მისი შეცნობის შესაძლებლობას. საინტერესოა. აქ ის კლასიკურ ფილოსოფიურ არგუმენტს იშველიებს მიზერ-შედეგობრიობის პრინციპს. მსჯელობა ასეთია, თუ ყველა საგანს მოვლენას ყავს თავისი მიზეზი, ჭიქას მეთუნე, ქარხანას ინჟინერი, ხო? მაშინ მთელ სამყაროსაც უნდა ყავდეს პირველ მიზეზი. ისეთი არსება, რომელიც თავად არავისგან არაა შექმნილი, არამედ თავის თავში არსებობს. და ეს ავტორისთვის არის ღმერთი. საინტერესოა, რომ ამ ლოგიკურ არგუმენტს წყარო კიდევ ერთს ამატებს. ლოგიკის და ენის, ლინგვისტიკის არსებობას. თითქოს იმის თქმა სურს, რომ მოწესრიგებული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი თავისთავად მიუთითებს მოაზროვნე კომუნიკაბელური პირველწყაროს არსებობაზე. დიახ.
ავტორი საკმაოდ კატეგორიულიცაა, მახსოვს ღმერთის არსებობაში ეჭვის შეტანას ჭკუა ნაღდობობას უწოდებს. კი, ასეთი ფრაზაა გამოყენებული. ნისთვის ღმერთი არაა რაღაც აბსტრაქტული ძალა, არამედ პიროვნება, ვისთანაც კომუნიკაცია შესაძლებელი. დიახ, და სწორედ აქ შემოდის საკვანძო მომენტი. როგორ ხდება ეს კომუნიკაცია და ღმერთის შეცნობა? წყაროს მიხედვით ეს შესაძლებელია არამხოლოდ მისტიკური განცდებით ან ემოციებით. რასაც ის გარკვეულწილად აკრიტიკებს და აღმოსავლურ რელიგიებს ზოგ შემთხვევაში კი მართლმადიდებლურ და 50-იანელურ პრაქტიკებს მიაწერს. განცდაში რაც შემოდის ახტე, დახტე, აი ასეთ ფრაზებს იყენებს. ანუ ემოციურ მხარეს აკრიტიკებს. უფრო სწორად, მხოლოდ ემოციაზე და განცდაზე დაფუძნებას. ის ამბობს, რომ შეცნობა ხდება უპირველეს ყოვლისა ლოგიკური გააზრებითა და გამოცხადებით, კონკრეტულად კი ბიბლიით, რომელიც 66 წიგნისგან შემდგარ დასრულებულ გამოცხადებად მიიჩნევა. ანუ ავტორის ლოგიკა ასეთია. თუ ღმერთი მოაზროვნე და კომუნიკაბელურია, მასთან ურთიერთობაც გააზრებული უნდა იყოს. დიახ. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დათქმაა, ხომ? წყარო ამტკიცებს, რომ პირდაპირი, ასე თქვათ, ხმოვანი კომუნიკაცია ღმერთთან. კი ბატონო. როგორც ადამს ჰქონდა, ვთქვათ, 60-ში. სადა ხარ ადამ? ხო, ან პავლეს დამასკოს გზაზე. პავლე რატომ დევნი? ზუსტად, დღესდღეობით ეს შეწყვეტილია, ამბობს ავტორი. ეს რას ნიშნავს პრაქტიკულად? ანუ, როგორ ხდება კომუნიკაცია? პრაქტიკულად წყაროს მიხედვით ეს ნიშნავს, რომ ღმერთის შესახებ სანდო და ამომწურავი ინფორმაციის ერთადერთი წყარო დღეს არის ბიბლია. ერთადერთი. ავტორი პირდაპირ ამბობს. გინდათ ღმერთთან კომუნიკაცია საღვთო წერილის მეშვეობით. ისე გამორიცხეთ. ეს ძალიან ძლიერი განცხადებაა ფაქტობრივად. კი, ნამდვილად. ეს ფაქტობრივად გამორიცხავს ღმერთის შესახებ ახალი გამოცხადებების, ან ბიბლიის მიღმა ავტორიტეტული წყაროების არსებობას დღეს. მთელი ფოკუსი გადადის წერილის შესწავლასა და გააზრებაზე. გასაგებია. და აი ამ ლოგიკური მსჯელობისა და ბიბლიისა როგორც ერთადერთ წყაროზე დაფუძნებით, მივდივართ ტექსტის აბსოლუტურ ცენტრამდე, სჯულისა და მადლის დაპირისპირებამდე. დიახ. როგორც ეს პავლე მოციქულის გალატელთა მიმართ ეპისტოლეშია წარმოდგენილი, ავტორის ინტერპრეტაციით, ეს მართლაც მთავარი თემაა, რომელსაც წყარო ყველაზე დიდ დროს უთმობს. ნამდვილად. ავტორი იწყებს პავლეს მიერ გამოყენებული ერთი ძალიან საინტერესო ანალოგიით. სჯული, ანუ ძველი აღთქმის კანონი, იყო პედაგოგი. პედაგოგი. დღეს ეს სიტყვა მასწავლებელს ნიშნავს, მაგრამ ხო, მაგრამ ავტორი ხას უსვავს მის პირვანდელ რომაულ მნიშვნელობას. პედაგოგი იყო სპეციალური სტატუსის მქონე მონა. მონა? კი, მონა, რომლის ფუნქციაც იყო არასწავლება, არამედ ბავშვის უსაფრთხოდ მიყვანა სახლიდან სკოლამდე, ანუ მასწავლებელთან. გასაგებია. ესე იგი, ანალოგია ასეთია. სჯულს კანონს ჰქონდა დროებითი დამხმარე ფუნქცია, კაცობრიობა მიიყვანა მასწავლებელთან, ანუ ქრისტესთან. და როგორც კი ბავშვი სკოლაში მივიდოდა, პედაგოგის მისია სრულდებოდა. ავტორი პირდაპირ ამბობს, მახსოვს, სჯულმა მიგვიყვანა ღმერთთან, იესო ქრისტესთან და ახლა კი უნდა მოვიშოროთ. ქრისტეს ჩაუბარდეთ. ზუსტად ეგრეა ნათქვამი. სჯულის დანიშნულება ამოიწურა ქრისტეს მოსვლით, ეს ამთავარი აზრი აქვს. ზუსტად. და ამ აზრს ავტორი კიდევ უფრო ამყარებს პავლეს მიერ გამოყენებული სხვა უფრო კომპლექსური რომაული ილუსტრაციით, რომელიც გალატელთა ეპისტოლეს მეოთხე თავში გვხვდება. ეს ეხება რომაელი არისტოკრატის შვილის მემკვიდრის სტატუსს. სანამ ის სრულწლოვანი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალში მთელი ქონების პატრონი უნდა გამხდარიყო, იურიდიულად და პრაქტიკულად ის იმყოფებოდა მეურვეების და მმართველების ზედამხედველობის ქვეშ. ანუ სრულუფლებიანი არ იყო. დიახ, და მისი სტატუსი დიდად არ განსხვავდებოდა მონის სტატუსისგან. ასე ამბობს წყარო. მართოდ საინტერესო პარალელია. ავტორი დეტალურად ხსნის, რომ ამ პერიოდში მამა მას შვილად როგორც თანასწორს არ აღიქვამდა. ის იყო მომავალი მემკვიდრე, მაგრამ ჯერჯერობით მონობაში.
ხოლოდ მაშინ, როცა მამა გადაწყვეტდა, რომ შვილი სრულწლოვანია, რასაც ხშირად სპეციალური ცერემონიაც ახლდა თან, მაგალითად სრულწლოვანი სტოგის მორთმევა, კი. ხოლოდ ამის შემდეგ იღებდა ის შვილის სრულ უფლებებს და შეეძლო მამისთვის მიემართა არაფორმალურად, არამედ უშუალოდ და თბილად აბა, რაც არამეულად მამილოს ნიშნავს, ამბობს. დიახ, მამილო. მანამდე ის ფაქტობრივად მზრუნველების და მონების განკარგულებაში იყო. და სწორედ ამ იმდროინდელი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სოციალური სურათის მეშვეობით, პავლე და მასთან ერთად ჩვენი წყაროს ავტორი ხსნის მორწმუნის მდგომარეობას ჯულის ქვეშ და მადლის ქვეშ. ანუ როგორ? ჰგავს იმ არასრულწლოვან მემკვიდრეს. მომავალი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ მონაბაშია, კანონის მკაცრი მოთხოვნების ქვეშ. და ვერ ამყარებს ღმერთთან იმ პირად შვილობილ ურთიერთობას, რასაც აბას წოდება გამოხატავს. აჰა. ქრისტეს მოსვლამ კი სწორედ ეს შვილობა, ეს თავისუფლება და პირდაპირი წდომა მოიტანა მამა ღმერთთან. ანუ, წყარო ამტკიცებს, რომ ეს რომაული ანალოგიები არ იყო უბრალოდ რაღაც ლამაზი მეტაფორები. არა. არამედ ეფუძნებოდა რეალურ სოციალურ და იურიდიულ სტრუქტურებს, რომლებიც გალატელებისთვის, თუნდაც არარომაელებისთვის, იმპერიის კონტექსტში გასაგები უნდა ყოფილიყო. დიახ, ავტორის ანალიზი სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ პავლე იყენებდა იმ რეალობას, რომელშიც მისი აუდიტორია ცხოვრობდა, რათა თეოლოგიური ჭეშმარიტება მათთვის მაქსიმალურად გასაგები გაეხადა. ლოგიკურია. და ამავე ხაზს აგრძელებს, როდესაც აბრაამის მაგალითს იხსენებს. აჰა. აბრაამი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია გალატელთა ეპისტოლაში, ხო? კი, უმნიშვნელოვანესი. წყარო ხაზს უსვამს, რომ აბრაამი ღმერთის მიერ მართლად იქნა აღიარებული, ანუ გამართლდა, არა ჯულის დაცვით, არავედ რწმენით და თანაც როდის, სანამ ჯული საერთოდ მიეცემოდა კაცობრიობას მოსეს მეშვეობით. ზუსტად. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ორ მოვლენას შორის 460 წელი გავიდა. ზუსტად. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აბრაამს სიმართლედ ჩაეთვალა მისი რწმენა. ის ფაქტი, რომ მან ირწმუნა ღმერთის დაპირება შთამომავლობის შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა, კი, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურად ეს შეუძლებლად ჩანდა და არც კი იცოდა ღმერთის საით მიუძღვებოდა, არა მისმა საქმეებმა, არამედ მისმა რწმენამ განაპირობა მისი გამართლება. გასაგებია. ეს კი ძირს უთხრის იმ იდეას, რომ ღმერთთან მისაღებობა მხოლოდ კანონის ზედმიწევნი დაცვით მიღწევა. და კიდევ ერთი ძლიერი ილუსტრაცია, რომელსაც წყარო განიხილავს, არის აგარისა და სარას ალეგორია, ასევე გალატელთა ეპისტოლედან. ეს ამბავი ალბათ ბევრს მენია, მაგრამ აქ მას კონკრეტული თეოლოგიური დატვირთვა ეძლევა. დიახ, წყარო დეტალურად შლის ამ ალეგორიას. აგარი, აბრაჰამის მონა ხარჭა, ისმაელის დედა. პავლის და შესაბამისად წყაროს ინტერპრეტაციით განასახიერებს ჯულს, ის სინას მთასთან ასოცირდება, სადაც ჯული მიეცა ისრაელს და შესაბამისად მონობასა და წყევლასთან არის დაკავშირებული. და სარა? ხოლო სარა, აბრაჰამის თავისუფალი ცოლი, ისააკის დედა, განასახიერებს მადლს, თავისუფლებასა და აღთქმას, რომელიც რწმენით მიიღება. და არა მხოლოდ ეს, მახსოვს წყარო ყურადღებას ამახვილებს ისმაელსა და ისააკს შორის არსებულ კონფლიქტზეც. კი. ეს ფაქტი, რომ ისმაილი დასცინოდა ისააკს, წყაროს მიხედვით სიმბოლურად გამოხატავს სჯულის მიერ გზის მიმდევრების მიერ მადლის მიერი, ანუ რწმენის გზის მიმდევრების დევნას. ზუსტად. პავლე ამ ისტორიულ ეპიზოდს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ ჯული და მადლი, ისევე როგორც მონობა და თავისუფლება, ერთმანეთთან შეუთავსებელია. ანუ არჩევანია გასაკეთებელი? დიახ, და დასკვნაც რადიკალურია. როგორც აბრაამმა გაუშვა აგარი და ისმაელი, ასევე მორწმუნემ უნდა გაუშვას ჯული, კანონის მიერი აზროვნება, რაცა დარჩეს სარასთან მადლსა და თავისუფლებაში. გასაგებია. წყარო ამით ხაზს უსვამს, რომ პავლეს გზავნილი გალატელებისადმი იყო არა კომპრომისი, არავეთ მკაფიო არჩევანი მადლის სასარგებლოდ. გასაგებია. ეს ძალიან ძლიერი არგუმენტაცია, რომელიც ჯულის როლს აბსოლუტურად განსაზღვრულ ისტორიულ ჩარჩოში აქცევს. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ წყარო გადადის თანამედროვე რელიგიური პრაქტიკის კრიტიკაზე. დიახ. განსაკუთრებით იმ ფორმებზე, რომლებიც მისი აზრით ამ ჯულის მიერ აზროვნებას აცოცხლებენ. დიახ.
აქ ავტორის საკმაოდ პირდაპირია. ის აკრიტიკებს იმას, რასაც ის აღიქვამს როგორც გადაჭარბებულ დაყრდნობას რიტუალებზე, საეკლესიო ნივთებზე, მათ შორის ხატებზე, ხატი როგორც ტექსტში ანახსენები. და ზოგადად გარეგნულ ფორმებზე, ნაცვლად იმისა, რომ აქცენტი გაკეთდეს შინაგან, გააზრებულ რწმენაზე და ბიბლიური გზავნილის არსზე. ის პირდაპირ იყენებს პავლეს რიტორიკულ კითხვას გალატელებისადმი, ხომ? სულით დაიწყეთ, ხორცით ამთავრებთ. კი, ზუსტად ეგ კითხვაა. და ამ კითხვას უკავშირებს იმ თანამედროვე პრაქტიკებს, სადაც მისი აზრით ფორმალობა და რიტუალი ანაცვლებს პირად ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან. რაც შეეხება ხატებს, ავტორის პოზიცია ასეთია. როგორც მატერიალური საგნები, ისინი თავისთავად ვერ დაგვეხმარებიან, პასუხს ვერ გაგვცემენ. ნუ, ლოგიკურია, საგანია. ხო, და მათზე ზედმეტი დაყრდნობა შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს. ის ამატებს, რომ სატანას სარგებლობს ამით, რათა ადამიანები ილუზიებში ამყოფოს და ჩამოაშოროს ღმერთთან პირდაპირ პიროვნულ კომუნიკაციას. წყაროს პერსპექტივით ჭეშმარიტი ლოცვა და ღვთისმსახურება არის პირდაპირი გააზრებული კომუნიკაცია რეალურ პიროვნულ მომსმენ ღმერთთან. ანუ ისევ კომუნიკაცია. დიახ, ეს კომუნიკაცია ავტორის მტკიცებით ეფუძნება წმინდა წერილში გამოცხადებულ ჭეშმარიტებას და მისდამირ რწმენას. ამ მოდელში არ რჩება ადგილი მატერიალური საგნებით, როგორიცაა ხატები ან ადამიანური იერარქიით შუამავლობისთვის, როგორც აუცილებელი პირობისთვის. გასაგებია. ეს პირდაპირ ეხმიანება გალატელთა მთავარ თემას. რწმენისთვის რიტუალური წესების ან კანონების დამატება ავტორისთვის იგივეა, რაც ჟულის მონობაში ნებაყოფლობით დაბრუნება. აქ კიდევ ერთი საინტერესო კრიტიკული შენიშვნაა. ავტორი ახსენებს მართლმადიდებელ პროტესტანტებს საქართველოში. ეს ცოტა უცნაური ტერმინი ხო არა? კი, ცოტა უცნაურად ჟღერს. ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორი ამ ტერმინით გულისხმობს იმ ჯგუფებს ან ინდივიდებს, რომლებიც ფორმალურად თავს პროტესტანტულ მიმდინარეობებს მიაკუთვნებენ, მაგრამ პრაქტიკაში მისი აზრით ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რიტუალებს, ფორმალურ წესებს, შესაძლოა იერარქიულ სტრუქტურებსაც. ანუ ფორმალურ მხარეს. დიახ, რითიც მისი შეფასებით ემსგავსებიან იმ ფორმალურ მიდგომებს, რომლებსაც ის მართლმადიდებლურ ტრადიციაში აკრიტიკებს. გასაგებია. ამასთან ავტორი კატეგორიულად უსვამს ხაზს იმას, რომ რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციაში ფორმალური გაწევრიანება, იქნება ეს მართლმადიდებლური, კათოლიკური თუ პროტესტანტული, თავისთავად არ ნიშნავს ხსნას. ანუ წევრობა არ შველის. მისი აზრით არა. თავარი მისი მტკიცებით არის ქრისტესთან პირადი ინდივიდუალური შეხვედრა, რომელიც წმინდა წერილის შესწავლითა და მისი მეშვეობით ხდება. გასაგებია, ეს საკმაოდ რადიკალური და შიდა კრიტიკული პოზიციაა. და ბოლოს წყარო კიდევ ერთ გლობალურ თემას ეხება, კაცობრიობის განვითარებას, პროგრესს და ესკატოლოგიას, ანუ მოძღვრებას სამყაროს აღსასრულის შესახებ. დიახ, ავტორი საუბრობს იმაზე, რასაც ჩვენ ადამიანურ პროგრესს უწოდებთ ტექნოლოგიურ მიღწევებს, ინდუსტრიალიზაციას, ქარხნები როგორც ის ამბობს. და მას საკმაოდ სკეპტიკურად, პოტენციალურად ნეგატიურადაც კი აფასებს, როდესაც ეს პროგრესი ღმერთის გარეშე, მისი მორალური კანონების იგნორირებით ხდება. მისი არგუმენტი ასეთია, ხო? ასეთი პროგრესი, რომელიც მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და სულიერ ფასეულობებს უგულებელყოფს, საბოლოოდ მიგვიყვანს გარემოს განადგურებამდე? დავანაგვიანეთ, დედამიწა ამბობს ის. კი, მახსოვს. მორალურ დეგრადაციამდე და საბოლოო ჯამში გლობალურ კატასტროფამდე. ამჟამინდელ მდგომარეობას ის ადარებს წარღვნამდელ ცივილიზაციას. დიახ, რომელიც მისი თქმით შესაძლოა ტექნოლოგიურად განვითარებულიც კი იყო, მაგრამ უკიდურესი უზნეობისა და ღმერთის უარყოფის გამო განადგურდა. საინტერესო შედარება. აქედან გამომდინარე, წყარო წარმოგვიდგენს საკმაოდ კონკრეტულ ესკატოლოგიურ სურათს. კაცობრიობის ამჟამინდელი, ღმერთისგან დამოუკიდებელი პროგრესის ტრაექტორია მიდის აპოკალიფსური კატასტროფისკენ. და მერე? ამ კატასტროფას კი ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, რომელსაც ავტორი ერგნობა, მოხვება ქრისტეს მეორედ მოსვლა და მისი 1000 წლიანი მეფობა დედამიწაზე. 1000 წლიანი. დიახ,
რომლის ცენტრიც იერუსალიმი იქნება. ამ კონტექსტში ავტორი კატეგორიულად უარყოფს იმ იდეას, რომ კაცობრიობა რეალურად პროგრესირებს. პირიქით, არგუმენტად მოყავს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის დრამატული შემცირება წარღვნის შემდეგ. 900 წლიდან 60-80 წლამდე. კი, და ამას რეგრესის და არა პროგრესის ნიშნად მიიჩნევს. და ამ ესკატოლოგიურ ხედვასთან დაკავშირებით საინტერესოა, როგორ ეხმაურება ავტორი საქართველოს გაბრწყინების იდეას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში, საკმაოდ პოპულარულია. როგორც ჩანს, ის ამ იდეასაც თავისებურად განმარტავს. დიახ, ის სრულიად უარყოფს ამ ფრაზის წმინდა პოლიტიკურ, ნაციონალისტურ ან მატერიალურ ინტერპრეტაციებს. აბა როგორ ესმის? მისი მტკიცებით, ბიბლიური გაგებით ჭეშმარიტი გაბრწყინება არის არა რომელიმე ერის პოლიტიკური ან ეკონომიკური აღზვევა, არამედ სულიერი მდგომარეობა. სულიერი. დიახ. ეს მდგომარეობა კი დაკავშირებულია იესო ქრისტეს როგორც პირადი მხსნელის მიღებასთან. და ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ერს. ის ამბობს: მაშინ გაბრწყინება საქართველო და ქართველი, თუ იესო ქრისტეს გამაბრწყინებელს იწამებს. გასაგებია. მისთვის ეს გაბრწყინება მომავალი, სულიერი და გლობალური მოვლენაა, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლასა და მის 1000 წლიან მეფობას უკავშირდება. მართლაც შთამბეჭდავი და საკმაოდ კომპლექსური ანალიზია წარმოდგენილი ამ ერთ წყაროში. მოდით შევეცადოთ, მოკლედ შევაჯამოთ ის მთავარი აზრები, რომლებსაც დღეს შევეხეთ. კი ბატონო. ჩვენ დავიწყეთ ადრეული ქრისტიანობის ისტორიული კონტექსტით რომის იმპერიაში, როგორც ამას ავტორი გვიხატავს. შემდეგ ვნახეთ მისი არგუმენტები ღმერთის არსებობისა და მისი შეცნობის გზების შესახებ, სადაც ლოგიკასა და ბიბლიურ გამოცხადებას ცენტრალური ადგილი ენიჭება. შემდეგ ჩაუღრმავდით წყაროს მთავარ თემას, სჯულისა და მადლის დაპირისპირებას, რომელიც ავტორმა პავლეს გალატელთა მიმართ ეპისტოლეს ანალიზით წარმოგვიდგინა. კი. აქ ვნახეთ, როგორ იყენებს ის რომაული ცხოვრების რეალიებს, პედაგოგი მემკვიდრის სტატუსი და ძველი აღთქმის ალეგორიებს, აგარი და სარა, რათა დაგვანახოს სჯულის დროებითი ბუნება და მადლით მიღწეული თავისუფლების უპირატესობა. და ბოლოს, ვამიხილეთ ავტორის კრიტიკული დამოკიდებულება თანამედროვე რელიგიური პრაქტიკის იმ ფორმებისადმი, რომლებიც მისი აზრით გარეგნულ რიტუალებსა და ფორმებს აყენებენ წინ შინაგან გააზრებულ რწმენასა და ღმერთთან პირად კომუნიკაციაზე. დიახ. ვნახეთ მისი ესქატოლოგიური ხედვა კაცობრიობის მომავალზე და პროგრესის თავისებური შეფასება ასევე საქართველოს გაბრწყინების სულიერი ინტერპრეტაცია. დიახ, და როგორც ყოველთვის გვინდა დაგიტოვოთ ერთი საკვანძო აზრი დასაფიქრებლად, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ წყაროს ძირითადი გზავნილიდან. ავტორი ძალიან მტკიცედ ამტკიცებს, რომ რწმენა მისი გაგებით არის უპირველეს ყოვლისა გააზრებული, ლოგიკაზე დაფუძნებული, კომუნიკაციური ურთიერთობა ცოცხალ პიროვნულ ღმერთთან. ეს ურთიერთობა ეფუძნება გამოცხადებულ წერილს, ანუ ბიბლიას, და არა უბრალოდ ბუნდოვან შეგრძნებებს, ემოციურ განცდებს ან მექანიკურად შესრულებულ რიტუალებს. გასაგებია, ანუ აქცენტი გააზრებაზეა. და აი კითხვა თქვენთვის. როგორ ფიქრობთ, ამ განსხვავების ერთი მხრივ გააზრებულ, წერილზე დაფუძნებულ კომუნიკაციასა და მეორე მხრივ უპირატესად განცდაზე ან რიტუალზე დამყარებულ პრაქტიკას შორის გაცნობიერებამ შეიძლება შეცვალოს თქვენი პირადი დამოკიდებულება რწმენის, სულიერების ან თუნდაც რელიგიური პრაქტიკის მიმართ? საინტერესო კითხვაა. მიუხედავად იმისა, როგორია თქვენი დღევანდელი მსოფლმხედველობა ან გამოცდილება. დაფიქრდით ამაზე.